მოგესალმებით, მეგობრებო. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ისე ვთქვათ დისკუსიების სერიას იარაღის მფლობელთა ასოციაციის ფარგლებში. დღევანდელი ჩვენ ისე ვთქვათ დისკუსია იქნება ძალიან საინტერესო თემაზე. დღეს გვინდა პირველ ყოვლისა შევეხოთ იმ ფუნდამენტურ სახით თემას, რასაც ქვია ვთქვათ რაში გჭირდება იარაღი და ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ რამდენიმე ძირითად საკითხზე. ეს არის ზოგადად პასუხი ჩვენ მოსაზრებას გაგეზიარებთ ვთქვათ თვითონ ჩვენ რაში გჭირდება იარაღი, შემდეგ გადავალთ იმ ადამიანების მოსაზრებები, ვინც ასე ვთქვათ რაღაც ნაწილში ეწინააღმდეგებიან იარაღის ქონას და ზოგადად ადამიანების შეიარაღებას და ადამიანების ატყობნას თავდაცვისადმი, ხოლო ბოლოში უკვე გაგეზიარებთ ჩვენ ხედვას, თუ როგორ მიგვეჩნია, როგორც ასოციაციას და რა შეთავაზება გვაქვს, როგორც საზოგადოებისათვის განსახილვად ზოგადად სახელმწიფოსადმის რა არის ჩვენი შეთავაზება. ცოტა ამ ეტაპზე სახელმწიფოსთვის შეთავაზების ცოტა ნაკლებ სივრცეს ვხედავთ, თუმცა პირველ რიგში ჩვენი მიზანია, რომ ეს თემა გახდეს საზოგადოების დისკუსიის ნაწილი, რადგანაც ბოლო დროს განვითარება მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ თავდაცვა ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და ეს ამან უფრო წინა პლანზე წამოიწია, ამიტომ საინტერესო იქნება თქვენ შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები შესაბამის პლატფორმაზე კომენტარებში გაგვიზიაროთ ან გახდეთ ჩვენი ორგანიზაციის წევრი, გაწევრიანეთ ჩვენ Facebook ჯგუფში და ამ გზების მეშვეობით გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება. მოდი დღეს გაგეცნობით, მე გახლავართ დავით მერაბიშვილი, ასოციაციის თანადამფუძნებელი და ჩემთან ერთად დღევანდელ დისკუსიაში ჩაერმევა დიმიტრი მჭედლიშვილი, რომელიც ასევე ასოციაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გახლავთ. დავიწყოთ, მოდი, აღარ გავაგრძელოთ მეტი შესავალი. პირველ რიგში მთავარი კითხვა. რაში გჭირდება დიმა იარაღი შენ? ორივეს გვაქვს იარაღი, დასამალი ფაქტი არ არის, როცა ყიდულობდი და რა გვაქვს და როგორ გვაქვს იმაზე არ ვსაუბრობთ, უბრალოდ რა იყო შენი мотиваცია, როდესაც შეიარაღდი. ბატონო, მივესალმები ჩვენს პატიციონულ მაყურებლებს, ასოციაციის წევრებს და არაწევრებს, არა მარტო. რაც შეეხება ჩვენს საუბარს, იარაღი ჩემთვის არის თავისუფლება და იარაღი ჩემთვის არის დაცულობის გრძნობა. ეს ალბათ ამ ორ სიტყვაში, დაცულობაში და თავისუფლებაში მე შემიძლია ჩავტიო ჩემთვის იარაღის აზრი. თემასაც გაგეზიარებთ თავდაპირველად ზოგადად იარაღთან დამოკიდებულება აქვს ის, რომ პირველ რიგში ჩემთვის ეს არის თავდაცვის საშუალება იმისთვის, რომ საჭიროების მომენტში შევძლო საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახის და გარშემოყოფების დაცვა. და ზოგადად მივიჩნევ, რომ 21 საუკუნეში იმ ეტაპზე, როცა ასე ვთქვათ, იარაღით აღარ გვიწევს სარჩოს აბადებლის ამ ნადირობა, ჩვენი ყოველდღიური დღის წესრიგი არ არის და ნადირობა არ გვჭირდება იმისთვის, რომ საკვები მოვიპოვოთ. ჩემი პირადი გადმოსახედიდან პირდაპირ დანიშნულება რისთვისაც შევიძინე ჩემთვის იარაღი ის, რომ შემძლებოდა საკუთარი თავის დაცვა ჩემს წინაშე მდგარი შესაძლო საფრთხეებიდან და ამ შემთხვევაში, როდესაც იარაღს ფლობ, ჩემი გადმოსახედიდან უკეთ ვარ მომზადებული იმისთვის, რომ პირველ რიგში მოვხდინო დანაშაულის პრევენცია და ზიანის შემცირება და ამისთვის იარაღი მჭირდება იმისთვის, რომ ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა ფორმით დემონსტრირებით თუ სხვა გზებით ავერიდო უბრალოდ საფრთხე თავიდან, იმიტომ რომ არავის დაზიანებას არასოდეს არ ვესწრაფვი, არავის დაზიანების სურვილი არ მაქვს, მინდა რომ ჩემს მიმართ მომდინარე საფრთხე გავანიტრალო. მეორე ის, რომ დავიცვა, როგორც გვაღნიშნე, საკუთარი ჯანმრთელობა, დავიცვა საკუთარი სიცოცხლე და ბოლო ეტაპზე რა თქმა უნდა დავიცვა საკუთარი ქონებაც.
თუმცა ბევრი ადამიანს სხვადასხვა აზრი აქვს და მათ შორის ერთ-ერთი ადამიანების ის ნაწილი, რომელიც ვთქვათ, იარაღს ყველაზე მეტად აღიქვამს, უფრო მეტ საფრთხედ, ვიდრე ინსტრუმენტად და იარაღია ამ შემთხვევაში ვთქვათ, ბოროტი და იარაღს უყურებს როგორც ბოროტების წყაროდ, ამ ადამიანის დიდი ნაწილი თვლის, რომ ის ძირითადად მიზნები, თუნდაც ჩვენ ამ შემთხვევაში გვჭირდება, ეს შეიძლება იყოს თავისუფლება და თავდაცვა, უნდათ რომ ამ ნაწილში თავდაცვის ნაწილის ფუნქციები გადააბარონ სხვა ადამიანს. კონკრეტულად რომ ხშირად გავიგებთ ფრაზას, რომ აი პოლიცია ხო ყავს. და რა საჭიროა რომ ყველას ჰქონდეს იარაღი, ან ადამიანს ვისაც სურვილი აქვს რომ შეიძინოს იარაღი, რა საჭიროა. მე თუ არ მჭირდება თავდაცვა, შენც არ მჭირდება და მოდი შენც არ ჰქონდეს. და მათი ზოგადად დამოკიდებულება რომ არ არის აუცილებელი საზოგადოებაში არსებობდეს იარაღი და რადგანაც ეს ზრდის საფრთხეებს. და მინდა რომ ჩვენ დისკუსია ამ ნაწილში წავიყვანო და პირველ რიგში ვისაუბრო რატო არ შეიძლება ჩაითვალოს პოლიცია ინდივიდუალური თავდაცვის ეფექტურ საშუალებად და ამ აზრთასვლისას სანამ ამ აზრთასვლაში შევიდოდე, მინდა ერთი რამე განმარტო, რომ ამ შემთხვევაში ამ დისკუსიის დროს ჩვენ არ ვაკრინებთ პოლიციას, არ ვაკრინებთ პოლიციის როლს და პოლიციის მნიშვნელობას. ჩვენ უბრალოდ ეხა ყურადღებას გავამახვილებთ იმ ობიექტურ გარემოებებზე, რომელიც ზღუდავს პოლიციას, რომ იყოს ეფექტური მოახდინოს თქვენი დაცვა და დანაშაულის პრევენცია და ეს შეზღუდვები უნივერსალურია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ანუ ზოგადად პოლიცია არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის ინდივიდუალური დაცვის ეფექტური მექანიზმად და ეხლა ძალიან მოკლედ ჩამოვთვლი იმ კონკრეტულ პირობებს, მხოლოდ რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებს პოლიცია, რომ ასე ვთქვათ, მოახდინოს დანაშაულის პრევენცია. და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მოახდინოს დანაშაულის პრევენცია და დავიწყოთ მარტივად, არაფერი რთული, ხო? სანამ პოლიცია მოვა. რა გჭირდება ამისთვის? პირველ რიგში ალბათ დაუკავშირდეთ პოლიციას, რაც ნიშნავს, რომ და კონდეს მობილური ან კავშირის რაიმე საშუალება, უნდა შევატყობინოს პოლიციას კონკრეტული დანაშაულის შესახებ. უნდა აუხსნათ დისპეჩერს ამ შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში 112 საათ ყოფებით. მერე პოლიციამ სუფთად მექანიკურად უნდა მოახდინოს ჩვენამდე მოსვლა. მეოთხე ის რომ პოლიციამ უნდა მოახერხოს და გაერკვეს სიტუაციაში საკმარისად სწრაფად და შეძლოს დამნაშავის განეიტრალება ან დანაშაულის პრევენცია, შეიძლება იყოს ის რომ დაიჭიროს მოძალადე ან ასე ვთქვათ დააფრთხოს მოძალადე. ძალიან მარტივად 5 ეტაპისგან შემდგარი 5 პოზიცია ჩამოთვალე, რომლიდანაც ყველა უნდა დაკმაყოფილდეს იმისთვის, რომ პოლიციამ უბრალოდ შეძლოს თქვენამდე მოსვლა და თუ დავფიქრდებით და უბრალოდ მექანიკურ ჯამს გავაკეთებთ ამ ყველაფერს, რა მინიმუმ ყველაზე ფანტასტიკურ ქვეყანაშიც კი, სადაც დანაშაულზე რეაგირების დროს პოლიციას აქვს მინიმალური, სადღაც, რა ვიცი, 5 წუთამდე მაინც ადიხართ. ეხლა რომ დაუბრუნდეთ არა საუკეთესო ქვეყნის მაგალითს, არამედ დაუბრუნდეთ ჩვენ საქართველოს რეალობაში, ყველაზე მონდომებული პოლიციის პირობებშიც, ყველაზე კარგად აღწეული პოლიციის შემთხვევაშიც გამოვიდა, რომ კრიმინალთან დამნაშავეს, რომელსაც განიზრახა თქვენი რაიმე ფორმით დაზიანება, აქვს მინიმუმ, ასე ვთქვათ, ყველაზე ფანტასტიკურ შემთხვევაში, ხოლო
საქართველოს სხვა ტერიტორიაზე დღის მონაკვეთიდან გამომდინარე უფრო მეტი. გამოდის რომ თქვენ მოძალადის პირისპირ რჩებით 3-5 წუთის განმავლობაში მინიმუმ დაუცველი. რას ფიქრობთ, აი, ბოლოდ რო კითხვა დაგისვათ, რას ფიქრობთ, რა მოხდება 3-5 წუთის განმავლობაში? ყველაზე კარგ შემთხვევაში და უბრალოდ რეალისტები რო ვიყოთ და ცოტა თბილისს გავხდეთ და რეგიონებში გადავიდეთ და სადაც თვითონ მუნიციპალიტეტში ერთი პოლიციის სამმართველო ძლივს არის, ცოტა ხვდებით რომ ეს დრო არ არის 3-5 წუთი, არის არამედ 15-20 და შეიძლება 9 საათი და ეს როცა ადამიანები რომლებიც თვლით რომ უნდა მოახდინოთ თქვენი თავდაცვის საჭიროება და გადააბაროთ პოლიციას, რისი მეძახართ? არ ვიცი. მე არ მაქვს, მინდა ეს კითხვა ღია დავტოვოთ თქვენთვის იმისთვის, რომ ამაზე იფიქროთ და რა ვიცი, მე დაფიქრდეთ ობიექტურ, კარგ საქართველოში, კარგად აღჭურვილ, კარგად მომზადებული პოლიციის პირობებში, რომელიც არ გვაქვს ქვეყანაში, ეს იქნება ის მინიმუმი, რა დროის განმავლობაში თქვენ დამნაშავეს უნდა გაუმკლავდეთ მარტო და დამოუკიდებლად. მაგრამ რეალურად საქართველოში უფრო მეტი დრო გიწევთ გამკლავება. დიახ. დავით, დავამატებ შენს ნათქვამს. ჩვენს მაყურებლებს ვეთქვი, რომ მე ვარ ყოფილი პოლიციის ყოფილი ოფიცერი, 17 წლიანი გამოცდილება მაქვს. პოლიციაში სამსახურის, აქედან გამომდინარე მე ვიქნები პოლიციის ადვოკატიც და თან ყველაზე მკაცრი ობიექტური შემფასებელიც. რატომ არ არის ადამიანის აგრესორისგან დაცვის კუთხით პოლიცია ყველაზე ოპტიმალური და ეფექტური საშუალება? კითხვა არის მარტივი, იმიტომ რომ ფიზიკურად პოლიციელი შეიარაღებული ადამიანი და გაწვრთნილი და მომზადებული ადამიანი ვერ იქნება, ფიზიკურად შეუძლებელია, იდეალურ შემთხვევაშიც კი ვერ იქნება იქ, სადაც ხდება რაიმე შემთხვევა. ეს ერთი, ეს პირველი. მეორე, ესე იგი, პირველიდან გამომდინარეობს რა, რომ იქ სადაც ხდება რაღაც კონფლიქტი და სადაც პოლიცია არის საჭირო, როგორც შენ აღნიშნე, პოლიციამდე უბრალოდ პოლიციას რო გავაგებინოთ, მთელი რიგი მოქმედებებია ჩასატარებელი, სულ მცირე ტელეფონი უნდა ამოვიღოთ, უნდა დავრეკოთ, უნდა გავაგებინოთ და ამის დრო გვაქვს, რომ კონფლიქტის დროს, აქტიურად მიმდინარე კონფლიქტის ან თავდასხმის მოგერიების დროს გვაქვს, არ გვაქვს. კარგი თუ გვაქვს და გავაგებინეთ, სანამ პოლიციას სადისპეჩერო სამსახური გადასცემს ამ ინფორმაციას, სანამ ეკიპაჟი მიიღებს და სანამ ეკიპაჟი მოვა ამ ადგილზე, დამერწმუნე რომ ყველას ეჩქარება, როდესაც ეგეთ სასტრაფო გამოძახებაა, ყველას ეჩქარება, რა თქმა უნდა, თავხუთ მოგლეჯილი გამორბის, მაგრამ წარმოიდგინეთ თბილისი დღის განმავლობაში, პიკის საათში, როდესაც უბრალოდ მანქანით აი ვერ გადაადგილდები, რაც არ უნდა სპეცსიგნალი ჩართო და რაც არ უნდა იხმაურო და რაც არ უნდა იყვირო, გამატარეო, სულ მცირე, ყველაზე ბედნიერ შემთხვევაში იქვე თუ არის, უბრალოდ აი იქვე თუ არის რაღაც 100 მეტრში, მაშინ კი თუ არ არის და 5, 7, 10 წუთი შეიძლება დაჭირდეს. აქედან გამომდინარე და რეგიონებისთვის ეს უფრო მეტია ეს დრო. არ დაგვავიწყდეს ასევე მისამართების თლად დავაგებული სისტემა არ გვაქვს და ძალიან ბევრი ქუჩა სახელი აქვს შეცვლილი. მოკლედ მისამართები არის არეული და სრულიად შესაძლებელია მისამართის ძებნაც, ან ძებნავაც წაიღოს დრო და მოკლედ მთელი რიგი პრობლემები არის ობიექტური, მარტო ჩვენთან არ არის ეს სხვაგანაც ესეა. აქედან გამომდინარე მინიმალური დრო რომ ავიღოთ 5 წუთი, მისვლის და აი უკვე იქ ადგილზე რო იყოს პოლიციელი დარეკვიდან სიგნალის მიღებიდან 5 წუთში ეს არის თითქმის წარმოუდგენელი და ძალიან კარგი. ეს ერთი და მეორე რეალური შემთხვევა რო ავიღოთ თავდასხმას ადამიანზე ჩხუბს ელემენტარულად ან არ ვიცი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეიარაღებულ თავდასხმას ადამიანზე რამდენიმე წამი ჭირდება. რამდენიმე წამია საკმარისია, რამდენი დრო უნდა პისტოლეტიდან რომ ერთი
მჭიდი დაცალო, ხო? აი გასულ რამდენი წამი ჭირდება, ამას რამდენიმე წამი ჭირდება, ხო? მეტი ეს არ გრძელდება ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან, როდესაც მე ყოფილვარ ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც შემდეგ გარკვეულწილად იყო უბრალოდ შეკვეთილი მკვლელობა ან წესასროლი იარაღით ხდებოდა მკვლელობა ადამიანის ისე საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ან ცივი იარაღით. ეს არის რამდენიმე წამიანი ამბავი, აი რამდენიმე წამი. იქ ერთი წუთიც კი არ გრძელდება ეს ამბავი. ერთი წუთი შეიძლება გაწევ გამოწევა ჭუბი ბიჭო შენ ვის უთხარი შენი დედა, იმის დედა, ჩემი დედა და ასე შემდეგ, ეს კი შეიძლება ეს გაგრძელდეს, მაგრამ უშუალოდ ამ ცხელფაზაში რო შედის, მან არის რამდენიმე წამის ამბავი. აქედან გამომდინარე, პატარა ესეთ შემაჯამებელი იდეალური პოლიცია, იდეალური ქვეყანაში цаრიელი ქუჩებით და უსწრაფესი მანქანებით მაინც ვერ იქნება და ვერ მოასწრებს მოსვლას, ამიტომაც პოსტფაქტომ უწევს პოლიციას რეაგირება უმეტეს შემთხვევაში პოსტფაქტომ. მოდის უკვე მომხდარ დანაშაულზე და არა იმიტომ რომ პოლიცია ცუდია, არამედ იმიტომ რომ ეს არის ფაქტი და ეს არის მოცემულობა ესია და სხვანაირად ვერ იქნება. ამიტომაც გამოსავალი არის რა, რომ პოტენციურ მსხვერპლს, ვინც შეიძლება გახდეს თავდასხმის ობიექტი, უნდა ქონდეს იარაღი, რომ თავი დაიცვას და უნდა იცოდეს ამ იარაღის გამოყენება, რა თქმა უნდა ფლობდეს ამ იარაღს შესაბამის წოდნა და უნარებები ქონდეს. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავამატებ ის ჩამონათვალი, რადგან უბრალოდ ტექნიკური ეტაპებია და ვითომ ძალიან მარტივად და ჩამონათვალში 4 ან 5 პუნქტისგან შედგება რეალობაში იმდენად დიდ პრობლემებს ქმნის, რომ საბოლოო ჯამში რაც იდეალური 5 წუთამდე ჩამოწიეთ, ასე ვთქვათ, ძალიან ოპტიმისტურია და რეალობამ უკვე გვაჩვენა არაერთხელ, რომ თუნდაც რუსთავის ბაზრის ინციდენტი, თუნდაც სულ რამდენიმე დღის წინ მომხდარი ლილოს ინციდენტი, თუნდაც რამდენიმე წლინახევრის თუ 2 წლის წინ მომხდარი საგარეჯოს ინციდენტი, ყველა ამ ინციდენტმა აჩვენა, რომ ყველა ამ შემთხვევაში პოლიცია მივიდა დაგვიანებით, რაც დაგვიანებაში გულისხმობთ იმას, რომ ინციდენტი ამოწურული იყო, ასე ვთქვათ, მოძალადემ, ასე ვთქვათ, ან თავისინებით, ან ვინც ადგილზე იყო და თავის სიცოცხლეს შეწირა რაღაცაში წინააღმდეგობის ადგილზე არსებული წინააღმდეგობის ხარჯზე, ან შეაჩერეს, შეჩერებით მეგონი არც ერთი არ დამთავრებულა. ანუ მინიმუმ მოძალადე თვითონ გაჩერდა. ესე დავარქვათ ამ სიტუაციას და გვაქვს რეალობა, ან რაზეც ვამბობთ, რომ ტექნიკურად იმდენად რთულია, რომ შენამდე მოვიდეს და პოლიცია დაგეხმაროს, რომ რეალობა სამწუხარო ესეა, გამოდის რომ ადამიანები თუ პირად უსაფრთხოებას პირველ პლანზე და წინა პლანზე ვაყენებთ, უნდა სიმართლეს გაუსწორო თვალი და ვთქვათ, რომ პოლიცია არ არის ინდივიდუალური თავდაცვის ეფექტური საშუალება მთელი რიგი ობიექტური რეალობის გამო. გარდა ამისა, ყველაზე მთავარი რაც არის, რომ ჩვენ თავდაცვა გვჭირდება ყველგან სადაც ვიმყოფებით ლეგალურად. ანუ სადაც კანონს ავარდებთ და ვიმყოფებით და გადავადგილდებით ქვეყნის ტერიტორიაზე, იქნება ეს ქალაქში, სოფელში, ტყეში, ღრეში, გზაზე თუ სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველა შემთხვევაში ყველა ადგილზე გვჭირდება თავდაცვა და პოლიცია ეს არ არის პირადი დაცვის სამსახური, რომელიც თითო ადამიანზე, თითო პოლიციას ერთ-ერთი სახელმწიფო ვერ შეინახავს ვერასოდეს, ამიტომ შესაბამისად იმისთვის, რომ ინდივიდუალურად იყოთ დაცული და არ ბრძანდებით მატერიალურად იმ დონეზე, რომ დაიქირავოთ პირადი მცველი, რომელიც მუდმივად ყოველთვის თქვენთან იქნება და იზრუნებს თქვენს პირად თავდაცვაზე, ხო, მაშინ თქვენი დაცვა არის თქვენი პირადი პასუხისმგებლობა. და იმისთვის, რომ დაიცვათ თავი შესაძლო საფრთხეებისგან, თქვენ უნდა იყოთ პირადად შეიარაღებული, თქვენ უნდა იყოთ პირადად მზად იმისთვის, რომ დაიცვათ თავი. და კი, ბევრი ადამიანი ყავს საქართველოში, ვინც თვითმფრინავს, რომ იარაღი არ არის აუცილებელი, თუმცა რო დავფიქრებულ ვარ საკითხზე, საქართველოს მოსახლეობის ალბათ 100% თუ არა 99% მინიმუმ გააზრებული აქვს ის, რომ პოლიცია არ არის ეფექტური თავდაცვის საშუალება და ძალიან მარტივი მაგალითი არსებობს მაგისთვის.
აი ხალ ვინც გიყურებთ, რამდენ თქვენგანს აქვს სახლში რკინის კარი? აი დაფიქრდით უბრალოდ. რამდენ თქვენგანს გაქვთ სახლის ცენტრალური შემოსასვლელი კარები რკინის? ვინც ცხოვრობთ თუ თბილისში ხართ ან რომელიმე ქალაქში და ცხოვრობთ კორპუსის პირველ სართულზე, ან ვინც რა ვიცი, ხვალე რო გახვალთ, ვიდეოს რო ნახავთ და შემდგომ დღეს რო გაივლით ქალაქში და კორპუსში ჩაუვლით, რამდენი კორპუსის პირველი სართულზე ფანჯრები არის გისოსებით? კი ბატონო, ნამდვილად ვისაც კომპანიები და ბიზნესები გაქვთ, ვისაც კომპანიები და ბიზნესები გაქვთ, რამდენს გაქვთ უსაფრთხოების კამერები, უსაფრთხოების სისტემები, რამდენს ყავთ აქირაებული კერძო დაცვის კომპანიები. ანუ გამოდის რა, რომ კი, რაღაცები სურვილი გვაქვს, რომ პოლიციამ დაგვიცვა, მაგრამ რეალობაში ყველა ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ პოლიციის იმედზე ყოფნა არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება და ადამიანების ნაწილებმა და უმრავლესობამ, ვისაც ამის საშუალება აქვს, მინიმუმ რკინის კანები დააყენა და დაბალ სართულებზე გისოსებიც აქვს. ექვს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რეალობაც ვიცით და პრაქტიკულ ნაბიჯებზე როცა მიდგა საქმე, ადამიანებმა უკვე გარკვეული ნაბიჯები გადადგეს იმისთვის, რომ გარკვეული უსაფრთხოების სივრცე მოეწყოთ, თუმცა ისაც უნდა გახსოვდეს, რომ სტატიკური საკუთარი ოჯახის დახურული სივრცის გარდა ჩვენ გადავადგილდებით ღია სივრცეში, სადაც აკვარიუმით ყველას გადაადგილების საშუალება არ აქვს. ნაპირადი დაცვა ყველას ვერ დაყვება. შესაბამისად, მზადყოფნა რომ იყოთ შეერაღებულები და დავიცვათ საკუთარი თავი ძალიან მნიშვნელოვანია. და თითოეულ ადამიანს გმართებს, რომ კიდევ ერთხელ გადავიაზროთ, რომ ეს არის საჭიროება და არა ფუფუნება და თავდაცვა არ არის მხოლოდ მდიდარი ადამიანებისთვის აუცილებელი მოცემულობა, არამედ ყველა ჩვენთაგანს გვაქვს ერთი სიცოცხლე და შესაბამისად ჩვენვე ვალია, რომ დავიცვათ ეს სიცოცხლე. რაღაც დამატება გსურვებთ იმან? კი, ერთის დამატება რა, მინდა აღვნიშნო, პირველი შენ ახსენე ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ არ არის საჭირო და ასე შემდეგ. ბატონებო და ქალბატონებო, ყველას მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის ნებაყოფლობითი ამბავი, ვინც არ თulis საჭიროდ, არავინ არ აძალებს და ვინც თulis საჭიროდ, რომ იარაღი უნდა კონდეს და უნდა შეეძლოს მისი გამოყენება საჭიროების შემთხვევაში, ესეთ ადამიანებს ამის საშუალება უნდა მიეცეს აუცილებლად და ვერავინ ვერ უნდა გადამიწყვიტოს და ვერავინ ვერ უნდა გადაგიწყვიტოთ თქვენ რა შეიძლება და რა არ შეიძლება, რაც არ უნდა მიზეზი კონდეს და ამის არგუმენტაცია გააჩნდეს. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება თქვენ სიცოცხლეს და თქვენი ოჯახის, თქვენი ახლობლების სიცოცხლეს. ეს არ არის ახუმარო ამბავი, ხო? არ უნდა იყოს ეგ სხვა საკითხი. და მეორე, რაც შეეხება რკინის კარებს, გისოსებს და ასე შემდეგ. არ არსებობს საზოგადოება დედამიწაზე, არ არსებობს უბრალოდ, სადაც არ ხდება დანაშაული. იმიტომ რომ დანაშაული ეს არის სოციალური მოვლენა, ჩვეულებრივი ამბავია, რა პერიოდიც არსებობს კაცობრიობა, ყოველთვის გარკვეული პროცენტი ადამიანების თავს უფლებას აძლევს, რომ დაარღვიოს საზოგადოებაში დადგენილი ქცევის წესები და მოიქცეს ცუდად ან იძალადოს სხვა ადამიანზე, ან წაართვას მას ქონება, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კრიმინალი არის სრულად აღმოფხვრილი, ისიც თითქმის შეუძლებელი, ეს არის სუპერ ტოტალიტარულ სახელმწიფოში, როგორიც იყო მაგალითად ნაციონალ-სოციალისტური გერმანია, ფაშისტურს რო ეძახით, გერმანია, სტალინის დროინდელი საბჭოთა კავშირი, ჩრდილოეთ კორეა დღევანდელი, არ ვიცი, ეს პოლ პოტის მშვენიერი ქვეყანა, კამბოჯა, თუმცა თავის დროზე რა თქმა უნდა დღეს აღარ არის საბედნიერო, თუმცა მაინც კრიმინალი არსებობდა, ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. აქედან გამომდინარე, რკინის კარებიც ყოველთვის საჭირო იქნება. გისოსიც მეტნაკლებად საჭირო იქნება და უბრალოდ ნახეთ კრიმინალის დონის, აი ქვეყანაში კრიმინალის დონის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაჩვენებელი არის
მესამე სართულიდან და ზემოთ არსებული გისოსები. თუ მესამე სართულის ზემოთ ჩვეულებრივ მრავალბინიან სახლში თუ არის გისოსები და ბოლო სართულიდან, თქვა 10 სართულიან კორპუსში მეცხრე მერვე სართულზე თუ არის, ესე იგი ადამიანს რაღაც ეშინია. თუ არ არის, ესე იგი ისეთი საშინელი და კატასტროფული არაფერი არ ხდება. მინდა გითხრათ, რომ დღესდღეობით საბედნიეროდ ჩვენთან კატასტროფული ესეთი არაფერი არ ხდება, რა თქმა უნდა, ადრეულ 2000-იან წლებთან შედარებით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი არის ვარდისფრად და მშვენივრად. სანამ შემდგომ იმ თემაზე გადავიდოდი, ამ შემთხვევაში ვის უნდა კონდეს იარაღი, მინდა ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთი საინტერესო თემა წამოვწიო, რომელიც ვფიქრობ საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ინდივიდუალურად და აუცილებელია რომ ყველამ ამაზე ვიფიქროთ, როდესაც განსაკუთრებით იმ ადამიანებმა უნდა იფიქრონ, ვინც იარაღის თემისადმი ცოტა წყრალად არიან და თვლიან, რომ არ არის იარაღი აუცილებელი. როდესაც საფრთხე არსებობს და როდესაც კონკრეტული პირი თუ პიროვნება და ჯგუფი ცდილობს თქვენი ინდივიდუალური ჯანმრთელობის თქვენების თუ სიცოცხლის ხელყოფას, გარდა იმისა, რომ წამები წყვეტს თუ რა შეძლებთ თუ არა საკუთარი თავის დაცვას, ან შეერაღებული ხართ თუ არა მზად, თუ არა და ასე შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ამ პროცესისა არის დაინტერესება. და რა იგულისხმება დაინტერესებაში? თავდაცვის ადამიანები, ზოგადი მოცემულობა, ახლა ფსიქოლოგი ნამდვილად არ გახლავართ, თუმცა ყველა ვართ ეგოისტები, ყველას გვინდა სიცოცხლე და ყველაზე მეტად იმაში, რომ გადავრჩე, დაინტერესებული ვარ მე, ვინც ამ განსაცდელის წინაშე ვდგავარ. ამიტომ და უკვე შემდგომი ნაბიჯი მას მერე, რაც მე ვარ ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ გადავრჩე, ჩემი გარშემომყოფებიან, ოჯახის წევრები, ნათესავები, ან ადამიანები, ვინც გულს შედგება ჩემზე, ხო? შემდგომ ისინი არიან ყველაზე მეტად დაინტერესებულები. იმისთვის, რომ მე გადავრჩე და ჯანმრთელად ვიყო. ნელ-ნელა წრე ფართოვდება და სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა სიტუაციაში თავისი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე შეიძლება პოლიცია დააყენოს ვიღაცაზე წინ, ვიღაცაზე შემდგომ, მაგრამ კითხვა, რომელიც თითოეულმა თქვენთაგანმა უნდა დაუსვათ საკუთარ თავს არის ის. ვინ უფრო მეტად არის მოტივირებული, რომ დაგიცვათ თქვენ და დაიცვას თქვენი ოჯახის წევრები. ანუ თქვენი უახლოესი ნათესავი, ოჯახის წევრი თუ პოლიციელი. იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრი არის შეიარაღებული და ამასთანავე მომზადებული იმისთვის, რომ და უნარიანი, რომ შეძლოს მათ შორის საკუთარი თავის დაცვა და მათ შორის თქვენი დაცვა. ვის უფრო მეტად ენდობით? ვინ უფრო მეტად არის დაინტერესებული, რომ თქვენს გამო თავი გასწიროს და საფრთხეს ჩაიგოს? არ მინდა ეს კითხვა გამოჩნდეს თითქოს, რომ გულისხმობდა, რომ პოლიცია არ ჩაერთვება თქვენს თავდაცვაში და თუ მოგისწროთ რაღაც ქმედებებს არ განახორციელებს, რომ დანაშაული აღკვეთოს, თუმცა დღის ბოლოს, როცა მომენტი დადგება და საფრთხე რეალური იქნება, ვინ უფრო მეტად მოტივირებული იქნება თქვენ, მომზადებული და შეერაღებული თქვენი ოჯახის წევრი თუ მომზადებული და შეერაღებული პოლიცია? ვის უფრო მეტად უყვარხარ? ამიტომ დავფიქრდეთ ამ თემაზე, ეს არ არის არანაირად პოლიციის მნიშვნელობის და პოლიციის მოწადინების დონის დამცირების არაიმე მცდელობა, მაგრამ პირადად რომ ჩემს
გადმოსახეთს რო უყურებ და ყოველთვის ჩავთვლი, რომ ჩემი მეგობარი, რომელიც არის უნარიანი და შეიარაღებული, გაცილებით მოტივირებული იქნება, ვიდრე ნებისმიერი პოლიციელი. მე ასე უყურებ, რომელიც ძალიან დიდი შანსია, რომ ჩემს გვერდში იყოს, ხო? იგივენერთ ოჯახის წევრზე. თუ ოჯახის წევრი არის უნარიანი და შეიარაღებული და აქვს საშუალება რომ დამიცვას, გაცილებით მეტად მოტივირებული იქნება იმისთვის, რომ დამიცვას, ვიდრე პოლიციელი, რომელიც მოაღწევს სიტუაციაში გაერკვევა და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ თქვენთაგანი დაფიქრდეს იმ მოცემულებაზე, რომ რეალური საფრთხის შემთხვევაში თქვენს გადარჩენაზე უფრო მეტად თქვენი გადარჩენით უფრო მეტად დაინტერესებული არიან თქვენი ოჯახის წევრები, მეგობრები და ის ადამიანები, რომლებიც გარშემო არიან. მეზობელი უფრო მალე შემოგისწრებთ და თუ უნარიანი არის, უფრო სწრაფად დაგიცავთ, ვიდრე ნებისმიერი საპატრულო ეკიპაჟი, იმიტომ რომ საპატრულო ეკიპაჟმა უბრალოდ უნდა მოაღწიოს და სიტუაციაში გაერკვეს. ამიტომ დაფიქრდით და თქვენთვის, ასე ვთქვათ, თქვენი პირადი დასკვნები გამოიტანეთ, რა გირჩევნიათ. იყოთ საზოგადოებაში, სადაც ყველა ადამიანი იქნება მომზადებული, ყველა ადამიანი, ვინც გადავალთ მაგ თემაზე ეტაპობრივად, ვის უნდა კონდეს იარაღი, თუმცა რა გირჩევნიათ, იყოთ საზოგადოებაში, რომელიც შეუიარაღებელი წევრის ერთადერთი არჩევანია, რომ იყოს მსხვერპლი, თუ იყოთ საზოგადოების წევრი, რომლის ყველა წევრი არის შესაბამისად მომზადებული და უნარიანი, რომ დაიცვას საკუთარი თავი და გარშემომყოფები, რომელი გირჩევნიათ, მსხვერპლების საზოგადოება შეუიარაღებელი თუ შეიარაღებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რომ დაიცვან საკუთარი თავი და დაგიცვან მათ შორის თქვენც. ეს ღია კითხვა თითოეულ თქვენთაგანისთვის. ცოტა ხანში მცირე პაუზის მერე დაგიბრუნდებით თემით თუ ვის უნდა კონდეს იარაღი ზოგადად საზოგადოებაში და როგორი ხედვა აქვს იარაღის მფლობელთა ასოციაციას ამ საკითხთან მიმართებაში. ბატონო, მე როგორც ტაიმერს უყურებ ეს ჩვენი პირველი ნაწილი ეხლა სრულდება და ჩემთან სამი წუთი დარჩა ეგ და გავაგრძელოთ ხო კი ბატონო, აი 2 წუთი გვაქვს და უცებ მაშინ ვისარგებლებ ამ 2 წუთი და უბრალოდ პრაქტიკულ მაგალითს მოვიყვან ბოლო დროს მოხდარს. შენ რაზეც ისაუბრე мотиваციაზე. პირველი იყო ისრაელში დაახლოებით 10 დღის წინ თელ-ავივში ტერორისტული თავდასხმა მოხდა. უბრალოდ ქუჩაში, კაფეში ხალხი იჯდა. ტერორისტი შეიარაღებული მივიდა და თავს დაესხა იქ ყოფ ადამიანებს და იქვე ყოფმა გოგონამ სხვათა შორის, რომელსაც ჰქონდა იარაღი, ადგილზევე მოკლა ეს ადამიანი. აი ადგილზევე, უბრალოდ ადგილზე აღდა და მოკლა და დამთავრდა ამით ყველაფერი. სანამ პოლიცია მოვიდა, რა თქმა უნდა, თელ-ავივში ხა ისრაელში მოიხსენება თუ საფრთხების სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს, მაგრამ პოლიცია მოვიდა, ყველაფერი დამთავრებული იყო სასიკეთოდ, წესიერი ხალხის სასიკეთოდ. და მეორე შემთხვევა გუშინ წინ ბრიუსელში, ევროკავშირის დედაქალაქში, ორმა ყმაწვილმა, ორმა ვაჟბატონმა ავტომატებით ცენტრალურ ქუჩაზე მეტროსთან, არ ვიცი, აი პოლიტექნიკური უნივერსიტეტთან, თავისუფლების მოედნის მეტროსთან, რომ ცეცხლი გაეხსნათ ქუჩაში, ეგეთი რაღაც ჩაიდინეს, მე ჩავიდნენ მეტროსადგურში და გაიქცნენ და მე მგონი არც დაუჭერიათ ისეთ. იმიტომ რომ ბრიუსელში და ბელგიაში და ზოგადად ევროკავშირში რატომღაც იარაღის მიმართ არის ეს დამოკიდებულება და რაც ხელს არ უშლის არანაირად კრიმინალს. და საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა, მაგრამ აი ეს რო ქონოდათ მათ ესეთი განზრახვა და ხალხისთვის რო ესროლათ, სულ მცირე 5-6 კაცი იქნებოდა მკვდარი. ეს არის პრაქტიკულად ესე ხდება. კაი, მაშინ გავაგრძელოთ შემდეგ ნაწილში. მოგესალმებით, დავბრუნდით ისე ეთერში. და ვაგრძელებ დისკუსიას იმასთან ერთად, როგორც მოგესალმებათ ამ ნაწილში ჩვენაზე თუ ვის უნდა ჰქონდეს ან ვის შეიძლება როგორ ხედავს იარაღის მფლობელთა ასოციაცია ამ საკითხს. სანამ უშუალო დისკუსიის ნაწილზე გადავიდეს, შესავლის სახით მინდა ზოგადი სიტუაცია გითხრათ დღესდღეობით, როგორი გვაქვს და რა რეალობაში ვართ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის გადაცილებული 18 წელს, შეუძლია შეიძინოს და
შეიძინოს ცეცხლსასროლი იარაღი და იარაღი ზოგადად საქართველოს 3 კატეგორიად არის დაყოფილი, შესაბამისად მიმართვებით 3 კატეგორიისა გვაქვს. ერთი არის პირველი კატეგორია პნევმატური კატეგორიის იარაღი, მეორე ჯგუფი დიდი ეს არის სანადირო კატეგორიის იარაღი და მესამე არის თავდაცვითი კატეგორიის იარაღი. პირველი ორი, ანუ პნევმატური იარაღისა და სანადირო კატეგორიის იარაღის შეძენა ნებისმიერ ქართველს, რომელიც 18 წელს არის გადაწილებული და გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რასაც საქართველოში ფორმასის სახით გამოისახება, ფორმასი და ორი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში შეუძლია იქონიოს შეძენა შენახვა გადატარების უფლებით, ანუ პნევმატური იარაღი და სანადირო კატეგორიის იარაღი შეგიძლიათ ამ სამი უფლებით გქონდეთ, ანუ შეგიძლიათ შეიწყიდოთ, შეგიძლიათ თან გქონდეთ და ატაროთ კიდევაც, ხოლო რაც შეეხება თავდაცვითი კატეგორიის იარაღს, ამ შემთხვევაში თავდაცვითი კატეგორიის იარაღის შეძენა შეგიძლიათ მხოლოდ შეძენა შენახვის უფლებით, მისი რეგისტრაციის მისამართი გატანა დასაშვებია მხოლოდ იარაღის დროებითი ნებართვის საფუძველზე, რომელიც ასე ვთქვათ აპლიკაციის მეშვეობით გაიცემა და გადატანვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ლიცენზირებულ ტირში და ასევე თუ მისი გადატანა გსურთ, ასე ვთქვათ, გაყიდვის ან შეკეთების მიზნით. რაც ეფექტურად იმას ნიშნავს, რომ დღესდღეობით საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით თავდაცვის უფლება ამ შემთხვევაში ამ კატეგორიის იარაღის ქონა შეგვიძლია მხოლოდ მის რეგისტრირებულ მისამართზე. თუ ხართ ბედნიერი ადამიანი და გაქვთ სახლის დაგარაკით, მაშინ ან ორი იარაღი უნდა გქონდეთ, ან დაცვის უფლება სახელმწიფო გაძლევთ მხოლოდ იმ ადგილზე, ან დაცვის ინსტრუმენტზე წვდომას გაძლევთ მხოლოდ იმ ადგილზე, სადაც იარაღი არის რეგისტრირებული. ეხლა რაც შეეხება ჩვენ ხედვას და იმ დამოკიდებულებას, რა დამოკიდებულებას იარაღის მფლობელთა ასოციაციას აქვს ამ საკითხთან მიმართებაში და როგორ უყურებთ ამ მოცემულობას. ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება არის ის, რომ არსებულ რეალობაში შესაძლებელია ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ერთი. არსებული რეალობაში პირველ რიგში თავდაცვითი კატეგორიის იარაღს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს თავდაცვითი კატეგორიის იარაღს, ეს იარაღი უნდა ჰქონდეს შეძენა შენახვა გადატანის უფლებით. რაც ტარება და გადატანა ერთმანეთში არ აურიოთ. შეძენა შენახვა გადატანის უფლებით თავდაცვითი კატეგორიის იარაღის შემთხვევაში იარაღის ლეგალურ მფლობელს საშუალება ექნება, რომ იარაღი გადაიტანოს შესაბამის ლიცენზირებულ ტიპის იარაღს, ან იარაღი გაიტანოს უსაფრთხო გარემოში და ივარჯიშოს და გაიუმჯობესოს თავისი თავდაცვის უნარები. ამისთვის ამ შემთხვევაში ჩვენ ზოგადად ვიძახით, რომ ამ კატეგორიის იარაღს თუ აძლევ ადამიანს უფლებას, რომ ჰქონდეს თავდაცვითი კატეგორიის იარაღი, ყველას უნდა ჰქონდეს ეს იარაღი შეძენა შენახვა გადატანის უფლებით. გადატანის უფლება არ გულისხმობს იმას, რომ შენ ეს იარაღი მანქანაში იმაში ზემოდან დააგდო, ასე ვთქვათ, ჯიბეში ჩაიდო და ასე შემდეგ. გადატანას თავისი წესები აქვს და რაც ნიშნავს, რომ დახურულ кейსში, განმუხტული, მოკლდადებული უნდა გედოთ, რაც გამორიცხავს იმას, რომ თქვენ ამ იარაღზე წვდომა გექნებათ მყისიერ, ანუ ამოიღებთ და ატრიალებთ და იმას გაიქედებით არა. გადატანის უფლებას, რასაც ჩვენ ვიძახით და რომელიც დღესდღეობით საქართველოში, რასაც ნიშნავს გადატანა, მაგას გულისხმობთ, რომ ადამიანს, ვისაც აქვს ამ კატეგორიის იარაღი, ჰქონდეს ეფექტური საშუალება საკუთარი იარაღი წაიღოს ტირში, წაიღოს უსაფრთხო გარემოში და ივარჯიშოს. ზოგადად უსაფრთხო გარემოსთან დაკავშირებულ ცალკე ინიციატივაზე ცალკე ვიდეო გვექნება, მაგრამ ამ ვიდეოში არ შევეხებ. ეს არის ერთი ნაწილი, რასაც ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი იარაღით ვარჯიშის შესაძლებლობა ლეგალურად. და არ უნდა იყოს ეს იარაღი განწირული სახლში დასამწნილებლად და როდესაც დისკუსიის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ, რომ გარდა იმისა, რომ უნდა იყოს შეიარაღებული, ასევე უნდა იყოს უნარიანი,
ადამიანს კონდეს ეფექტურად საკუთარი იარაღით თავდაცვის უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობა. ხა უკვე გადავდივართ მეორე ნაწილზე, რომელიც ეხება კვლავ თავდაცვითი კატეგორიის იარაღს. ჩვენ ვემხრობით იარაღის ლიცენზირებულ ტარებას. ჩვენ არ ვაკონკრეტებთ ამ შემთხვევაში ეს ტარება იქნება თუ ფარული ტარება, მაგაზე არ ვსაუბრობთ, აქ საუბრობთ მიდგომაზე, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული ცოდნა, უნარი და არ აქვს ასე ვთქვათ ძალადობის ისტორია, კონკრეტული შემოწმების გავლის შემდგომ უნდა მიეცეს საშუალება, რომ აატაროს მის საკუთრებაში არსებული იარაღი და სანამ ამ ადამიანს სახელმწიფო მიანიჭებს ლიცენზიას, რომ მან ეს იარაღი ატაროს, უნდა გაიაროს 4 ტიპის შემოწმება, ეს არის სრულ კატეგორიებად, ეს არის ჯანმრთელობის შემოწმება, ადამიანის წარსულის ისტორიის გადამოწმება ნასამართლეობის კუთხით, ამ შემთხვევაში საუბარი არის, რომ შემოწმეს პიროვნების ისტორია ძალადობასთან მიმართებაში, აქ საუბარი არ არის ნებისმიერ სხვა მცირე დანაშაულზე, ქუჩაზე გადადიოდა და ჯარიმა აქვს გამოწერილი, მაგაზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი იმ მიდგომაზე, რომ მის გაწარსულ ცხოვრებაში მას იარაღი არ უნდა კონდეს გამოყენებული სხვა ადამიანის დასაჩაგრად, სხვა ადამიანების ჯანმრთელობის შესალახად ან სხვისთვის რაიმე ქონების დასახმარებლად. ანუ იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც ძალადობის ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, აგორისხმება თავდაცვა. გარდა ამისა, უნდა კონდეს გავლილი თეორიული ცოდნა და ასევე უნდა შემოწდეს ამ ადამიანის პრაქტიკული უნარები. ანუ ჩვენი გადმოსახედით, თუ ადამიანი გაივლის ამ 4-ვე ტიპის შემოწმებას წარმატებით, მას უნდა მიეცეს უფლება, რომ ატაროს იარაღი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არ ვესწრაფვით იმას, რომ იარაღი დახლზე იყიდებოდეს და ტარების უფლები დახლზე იყიდებოდეს როგორც კარაქი, როგორც კვერცხი და როგორც პური. ჩვენ მივისწრაფით ისეთ გარემოსკენ, სადაც ადამიანი, რომელიც დაადასტურებს, რომ არის უნარიანი ცოდნით და იარაღს არ აღიქვავს როგორც ჩაგვრის ინსტრუმენტს და ყველა შემოწმების გავლის შემდგომ, ამ ადამიანს უნდა კონდეს იარაღით გადაადგილების საშუალება. ანუ მხოლოდ შემოწმებულ, ასე ვთქვათ, ფილტრ გატარებულ ადამიანებს უნდა კონდეთ იარაღით ტარების საშუალება, ანუ ჩვენ ამას ვეძახით ლიცენზირებულ ტარებას. თითოეული საკითხი, რომელსაც თითოეული ეს შემოწმება კიდე პუნქტებად იშლება, რომელიც თავის შინაარსიდან გამომდინარე უფრო მეტად დაზუსტებული გვაქვს, რომელსაც ამიტომ ეხლა უფრო ძალიან სიღრმისეულად შეიძლება ვერ ჩაუყვეთ ყველა დეტალს, მაგრამ ზოგადი პრინციპი არის ის, რომ ადამიანი, რომელიც არის უნარიანი, აქვს ცოდნა, ხდება ძალადობრივი წარსული, უნდა ქონდეს უფლება, რომ და საშუალება, რომ გადაადგილოს იარაღი და დაიცვას საკუთარი თავი ნებისმიერ ადგილას, სადაც ის კანონიერად იმყოფება. მაგრამ ეს ხوار დაამატებდი. კი, დავამატებ აუცილებლად, ახლა რო გისმენ, უბრალოდ აი წარმოუდგენელია რა საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. თავისუფალ საზოგადოებაში თავისუფალი ადამიანები ისეთი ქვეყნის შვილები, სადაც 3000 წელი იარაღი იყო განუყოფელი ნაწილი ყოველდღიური ცხოვრების და ამან რეალურად ფიზიკურად გადაარჩინა ეს ქვეყანა, ეს ერი და ეს არ მინდა ეხლა ეს მამაღალი და პათეტიკური რაღაცები თქვა, მაგრამ ეს რეალურად ასეა და ეხლა ჩვენ ვეხვეწებით აი ამ ჩინოვნიკების რაღაცა ჯგუფს, რომ მომეცი მე, მაჩუქე, გადმომხედე და ეს მომეცი უფლება. ეს ჩემი უფლებაა რა, ეს არის ჩემი უფლება, როგორც მოქალაქის. ეს უფლება გვაქვს შეზღუდული ყოველს, ეს უნდა გავითავისოთ. ძალიან კარგი შედარება არის მანქანასთან. მანქანის ტარების ყოლის უფლება ხო ყველას აქვს. ჩემი საკუთარი ფულით მივდივარ, ყიდულობ მანქანას, ხო, როგორცაც მინდა, ესეც ყიდულობ. და მე რომ მითხრან, ხო?
ცირა შენ მანქანა გააჩერე სახში და ყავდეს იქ და მტვერი გადაწმინდე, თან ჩაკეტე, რომ შემთხვევით არ დაგექოქოს და შემთხვევით გაზზე არ დაგეჭიროს ფეხი და არ გამოხვიდე გარეთ. გეყენოს იქ, კი ბატონო, გეყენოს და აი დაახლოებით ეგეთია. მაშინ, როდესაც მანქანა არის, მანქანას ბევრად უფრო, აი 1000%-ით უფრო მეტი უბედური შემთხვევა ხდება მანქანით ვიდრე იარაღით და მანქანა არ არის სიცოცხლის დაცვის საშუალება, მანქანა არის გადაადგილების საშუალება. გადაადგილების საშუალება მანქანის გარეშე არანაირი პრობლემა ადამიანს არ აქვს, ხო? ნუ კი შეიძლება დისკომფორტია, შეიძლება მოკლედ რა, მაგრამ იარაღის გარეშე საჭიროების შემთხვევაში და ეს შეიძლება ცხოვრებაში ერთადერთი შემთხვევა იყოს, მეტი აღარ გამეორდეს და იარაღი ადამიანს თუ არა აქვს, ეს ადამიანი გადაიქცევა გვამად და იარაღი თუ აქვს, მაშინ შანსი აქვს. მანქანის შემთხვევაში ესეთი მწვავე აუცილებლობა ამისი არ არის. ამ შემთხვევაში ამის მწვავე აუცილებლობა, ამიტომაც ეს დისკუსია, არ ვიცი, უბრალოდ სხვანაირად რომ შევხედოთ, უბრალოდ არასერიოზული უნდა იყოს, ამაზე საუბარიც არ უნდა იყოს, რომ ჩვენ უნდა ვეხვეწოთ, რომ იცი რა, აი გადამატანინე ჩემი შენახვის უფლებით, ჯერ შენახვის რატო არ მაძლევ და თან ჩემი შენახვის უფლებით ეს იარაღი გადამატანინე და უნდა ვეხვეწოთ და რაღაცა 1000-ნაირი, ამიტომაც მაქსიმალურად ეს ყველაფერი უნდა იყოს, უნდა შევამსუბუქოთ და აქეთკენ უნდა წავიდეთ, რომ და პირველ რიგში დღევანდელი მთავრობა იქნება თუ პარლამენტის წევრები თუ ხვალინდელი თუ შეიცვლება თუ არ შეიცვლება თუ როგორც იქნება, ჯერ პირველ რიგში მათ ტვინში უნდა შეიცვალოს ეს დამოკიდებულება, რომ ისინიც ჩვეულებრივად ჩვენნაირად საზოგადოების წევრები არიან. არაფრით ჩვენზე უკეთესები არ არიან. პარლამენტის წევრი არაფრით არ არის უკეთესი სილამაზის სალონის მფლობელზე, ან არ ვიცი, ავტოსახელოსნოს ხელოსანზე ან სხვაზე და სხვაზე. არანაირი პრივილეგია მას არ აქვს. არც CSKO-ს თანამშრომელს, არც არ ვიცი მე იმის, რა ქვია, სახელმწიფო აუდიტის აპარატის თანამშრომელს, ვინ არის სახელმწიფო აუდიტი, რითი არის უკეთესი სხვაზე, ხო? რატო არის ეს პრივილეგია, რატო უნდა კონდეს მას? არ უნდა კონდეს. ამიტომაც ეს უნდა გაითავისონ, რომ ისინი არ არიან რაღაცა კასტა განსაკუთრებული და ღვთის იმიდან ჩამოსული ღრუბლიდან და სხვა პლანეტიდან ჩამოჩვეულებრივი ადამიანები არიან და ჩვენი დისკრიმინაცია აქ არ გამოვა, არ შეიძლება. მე მექნება და შენ არ გექნება უკაცრავად. უნდა კონდეს ყველას, მაგრამ გარკვეულ ჩარჩოებში უნდა ჩავდეთ და ამ ჩარჩოებზე უნდა შევთანხმდეთ, ჩარჩოებზე მზად გვაქვს პროექტიც, ეს ჩარჩოები უბრალოდ გონივრული ჩარჩოა, რომ ფსიქიკურად ავადმყოფს არ უნდა მივცეთ, რაღაცა ისეთი ფიზიკური დაავადების მქონე ადამიანს არ უნდა მივცეთ და ისეთ ადამიანს არ უნდა მივცეთ, ვინც საზოგადოების მიმართ ამტყურად არის განწყობილი, ხო, კრიმინალი ვინც არის, იდეური კრიმინალია და რაღაც არ ვიცი, ვინც შეიძლება დანაშაული ჩაიდნოს, თუმცა მათთვის ყველაზე ნაკლები ბარიერი არის ყოველთვის ეს ლეგალური იარაღი. არანაირ ბარიერს არ წარმოადგენს ვინმეს თუ ჩადენა უნდა რაღაც სუდის აუცილებლად ჩაიდენს და არანაირი ეს ბალისტიკა გატარებული იარაღი და 700 ფილტრში გატარებული და ბოქნով დადებული მას ვერ შეაჩერებს და ვერც შეუჩერებია, არც გაუჩერებია და არც გააჩერებს კიდე არასოდეს. დღევანდელი რეალობა სამწუხაროდ, ანუ ამ საკითხის ზოგადად შიდა დისკუსიები ასოციაციაში ძალიან ბევრჯერ აქვს გამართული და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არსებულ რეალობაში თავდაცვითი კატეგორიის იარაღის და წვდომა სახელმწიფოსებური ხედვა არის ის, რომ იძლევათ პრივილეგირებულ და კონკრეტულ პოზიციებზე მოღვაწე პირებს და აქ ამ შემთხვევაში საერთოდ განხილვის საკითხი არ არის, რამდენად კომპეტენტურები არიან და რამდენად უნარიანები არიან ეს ადამიანები იარაღთან მიმართებაში. გულისხმობ იმას, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის, ეს პირი არის თუ არა კონკრეტულ პოზიციაზე, ნუ მარტივად რო ვთქვათ, პარლამენტის წევრი. პარლამენტის წევრი ვინც ხდება, ავტომატურად ეძლევა იარაღის დარების უფლება. სადაც არავინ აღარ ამოწმებს ამ ადამიანს აქვს თუ არა ცოდნა კონკრეტულად იარაღთან მიმართებაში, შეუძლია თუ არა კონკრეტული პრაქტიკული
ღვთის გავლა, ანუ რაღაც ისეთი თუ მოიფწიჭკება, რომ პარლამენტის წევრი არის, მას ავტომატურად ეძლევა იარაღის დასრულების საშუალება, რომელიც პრინციპულად არასწორია იმ ნაწილში, რომ იარაღი როგორც მანქანა, ანუ ჩვენ მანქანის ტარების უფლება, საზოგადოებაში გადაადგილების უფლება გვეძლევა, მასე რაც ვაბარებთ ავტომობილის მართვის გამოცდას, ხო? ჩავაბარებთ თეორიას, ჩავაბარებთ პრაქტიკას, შეგვიძლია გამოვიდეთ კუთვნილ დაქირავები ავტომობილით და გადავადგილდეთ საზოგადოებაში წესების დაცვით. იგივე მიდგომა აბსოლუტურად უნდა იყოს იარაღთან მიმართებაშიც, როდესაც ადამიანები ადასტურებენ საკუთარ კომპეტენტურობას და განსწავლულობას როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ დონეზე და საკუთარ ჯანმრთელობას და დამოკიდებულებას ზოგადად ძალადობისადმი, ამ ფილტრების გავლის შემდეგ ადამიანს უნდა მიენიჭოს უფლება, მიეცეს საშუალება, რომ გადაადგილდეს მისი კუთვნილი იარაღით და მას ლიცენზიის საფუძველზე შეეძლოს იარაღის ტარება. ანუ პრინციპული აცდენა არის იმაში, რომ იარაღის ტარების უფლება უნდა ეძლეოდეს ყველა იმ ადამიანს, ვინც ადასტურებს ამ თავის კომპეტენციას და თავის უნარს, რომ შეუძლია პასუხისმგებლიანი იყოს და პასუხისმგებლიანად მოეპყროს იარაღს, პასუხისმგებლიანად გამოიყენოს და ამასთან ერთად გარდა პასუხისმგებლობა მას აქვს კონკრეტული უნარი. ეს არის იარაღის ტარების უფლების მინიჭების ობიექტური კრიტერიუმი, რომელსაც ვამბობთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ადამიანი, მთავარია თუ ამ მოცემულობას აკმაყოფილებს და არის უნარიანი, პასუხისმგებლიანი და იარაღს არ იყენებს ძალადობისთვის და ჯანმრთელობას აძლევს იმისთვის საშუალებას, რომ საღი განსჯის უნარი აქვს, ხელები აგვიწევია, იარაღი უნდა გქონდეს. ერთი ესეთი კითხვა მაქვს, შენ ხო არ იცი? აი ნახე, მაგალითად ძალოვან სტრუქტურებში ადამიანის სამსახურის დაწყებამდე გადის ყველანაირ შემოწმებას, მათ შორის სამედიცინო შემოწმება. შინაგან საქმეთა სამინისტროა, სახელმწიფო უშუალოების უსაფრთხოების სამსახურია თუ შეიარაღებული ძალები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე გადიან სწავლებას, შესაბამისი კურსები აქვს და უკვე ამის შემდეგ ანიჭებენ იარაღის ტარების უფლებას. ეხლა მე რა მაინტერესებს, აი პარლამენტის წევრი. შენ ხო არ იცი, მე მაგალითად არ ვიცი და დარწმუნებული არა ვარ, რომ პარლამენტის წევრს თხოვდნენ ცნობას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. არ გამიგია მსგავსი არაფერი. არ გამიგია. შესაბამისად, რო გითხრა, ნამდვილად არ გამიგია მსგავსი. არც მე არ გამიგია. ესე იგი, არსებობს თეორიული შანსი. თეორიული შანსი კი არა, დღევანდელი სიტუაციის შემხედვარად და მანამდეც თან ორივე მხრიდან, მართველი გუნდის მხრიდანაც და ოპოზიციის მხრიდანაც, ყველა მხრიდან ვინ როდის სად იყო. მოკლედ, ძალიან დიდი ეჭვები მაქვს ხოლმე და მქონია ზოგიერთების მიმართ, რომ თლად ფსიქიურად და დაავადებულები არ არიან. და ეს რაც აშკარად ჩანს, ხო, რაც აშკარად ჩანს ადამიანი რომ ცოტა ვერ არის, რომელსაც არ თხოვენ ცნობას, თან ქვეყანა აქვს ჩაბარებული და თან იარაღს ვაძლევთ. ესე ვერ გავიგე ჩვეულებრივ მოქალაქეს და თუნდაც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელს ვატარებთ მილიონ ფილტრში და ამის შემდეგ ვაძლევთ და იმის გამო რომ რაღაცა პარტიაში ადამიანი და ამ პარტიას მიცეს ხმა და ეს გავიდა პარლამენტის წევრი გახდა და თუ არსებობს იმის შანსი რომ ეს ფსიქიურად დაავადებული ადამიანიც კი იყოს და ამას იარაღს ვაძლევთ. რატო? ისმის კითხვა რატო? პარლამენტის წევრს მართვის მოწმობის გარეშე ხო არ შეუძლია მანქანაზე დაჯდომა და მანქანის ტარება. ხო არ შეუძლია, არ შეუძლია. პარლამენტში წევრობა გულისხმობს ავტომატურად მართვის უფლების მინიჭებას არა. თვითმფრინავის პილოტირება შეუძლია პილოტის ადგილზე რო დაჯდეს. ან იახტა რო ატაროს გემი ან არ ვიცი. შეუძლია, არ შეუძლია. რატო არ შეუძლია? იმიტომ რომ ამის არ იცის. და აბა იარაღს რატო ვაძლევთ მაშინ? ესე იგი რა გამოდის, რომ ჩვენ ვიჩაგრებით და ვიღაცას პრივილეგია აქვს და თან ეს ვიღაცა პრივილეგიის მქონე შეიძლება ფსიქიურად დაავადებული იყოს. აი ესეთი კითხვა მაქვს და რა ვიცი, მე მგონი თუ ვინმე მიცის, რა ვიცი, კომენტარებში დაწეროს, ცნობას ითხოვენ? საინტერესო ისტორია იქნება თუ ვინმეს ერკვევით მაგნაწილში კონკრეტულად ამ კონკრეტული თანამდებობის პირები, რომლებსაც ასე ვთქვათ, კანონით გასაზღვრული აქვთ, რომ ეძლებათ
იარაღის თავისუფლება რამდენად თხოვენ მათ იმ კონკრეტული თუნდაც ის მინიმალური პირობების დაკმაყოფილებას, რაც დღესდღეობით საქართველოში არსებობს. თუმცა ერთ რამეზე არის მნიშვნელოვანი ყურადღება მისაქცევი ის, რომ ზოგადად სახელმწიფო გარდა იმისა, რომ მსხვერპლად ანუ გამოდიხარ მსხვერპლი, რას გულისხმობ ამაში, რომ ანუ კრიმინალს სადაც აქვს იარაღი და სულ არ აინტერესებს შენ მისცემ მას თავისუფლებას თუ არ მისცემ, იარაღი მას მაინც აქვს. და იარაღი აქვს ყველგან იქ სადაც მას უნდა. იარაღი აქვს პრივილეგირებულ კასტას, ასე დავარქვათ, რომელშიც შედის როგორც საპარლამენტო, ასევე სხვა სამთავრობო უწყებების თანამშრომლები და რჩება ძალიან დიდი მოქალაქეების ჯგუფი, რომელიც ასე ვთქვათ, არიან კანონმორჩილები, აქვთ სურვილი და განზრახვა, რომ საკუთარი ხარჯით იზრუნონ საკუთარი თავდაცვის უნარების გაუმჯობესებაზე და სურვილი აქვთ, რავი, თავი დაიცვან არა მარტო საკუთარ სახლში, არამედ ყველგან იქ სადაც იმყოფებიან. და უბრალოდ გაზარდონ გადარჩენის შესაძლებლობა თავდასხმის შემთხვევაში. აი ეს ადამიანები, ვინც არიან კანონმორჩილები, ვინც იარაღს აღიქვამენ როგორც თავდაცვის ინსტრუმენტს, არიან დაჯაგრულები. არა აქვთ საკუთარი იარაღის. თუ აქვთ ასეთი იარაღი, სახლიდან ეფექტურად გატანის საშუალება, არ აქვთ საშუალება, რომ ეს იარაღი მიიტანონ ტირში, იმდენად 9-მთა უნდა გადაიარო და 9 რგოლში გადახტე, სანამ ამ ყველაფერს ნებართვას აიღებთ, დროებითი გადატანის, რომ ეფექტური გამოყენება და რამდენი ადამიანი თითზე ჩამოცათვლილი ადამიანები თუ ვიცი, ვისაც აქვს ეს იარაღი და ახერხებს, რომ ტირში გადაიტანოს ისეთ მხოლოდ თბილისში, იმიტომ რომ ლიცენზირებული ტირები საქართველოში ძალიან ცოტა გვაქვს. თბილისის მიღმა. თუ რაღაცა მეგონი 1 თუ 2 ადგილია, სადაც თბილისის მიღმა შეიძლება ოფიციალურად მიხვიდე და ისროლ. ამიტომ რიგითი მოქალაქე, ესე დავარქვათ, რიგითი განმორჩილი მოქალაქე სახელმწიფოს მხრიდან არის დაჯაგრული. და მისი თავდაცვის უფლება შეზღუდულია მხოლოდ და მხოლოდ იარაღის რეგისტრაციის მისამართად. კი სახლიში რომელიც გვაქვს კარგია, მაგრამ მარტო სახლი ხო არ არის ჩვენი სამყაროა რა. რაც შეეხება უკვე ცოტა კიდე ერთ ინიციატივას შესახებ ვისაუბრებ, რომელიც ასევე ძალიან მტკივნეულია და მნიშვნელოვანია თავდაცვის ნაწილში. დღესდღეობით კანონმდებლობის მიხედვით იარაღის სროლის უფლება გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ტირში. რადგანაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177 მუხლის მიხედვით იარაღის სროლა, ასე ვთქვათ, მოკლედ და შეჯამებულად რომ ვთქვათ, დასაშვებია მხოლოდ ტირში. ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, რომელიც არ გვაქვს და აკრძალულია ასევე ოფიციალურ ტირებში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. რაც ნიშნავს, რომ თუ პოლიციის ეკიპაჟმა ან პოლიციელმა თქვენ წაგასწროთ ადამიანს, რომელიც ცივილიზაციიდან შორს წახვედით, ბუნებაში დაამაგრეთ სამიზნე და ამ სამიზნეზე ვცდილობთ, რომ სანადირო კატეგორიის იარაღით თქვენი, ასე ვთქვათ, უნარები დახვეწოთ და უკეთ შეძლოთ თუნდაც ნადირობათან მიზანში ისროდეთ უბრალოდ და საერთოდ არ გქონდეთ არც ერთი ცხოველის მოკლის სურვილი, პოლიცია თუ შეგყარეთ, იცოდეთ, რომ პირველ ჯერზე ასეთ შემთხვევაზე შეუძლია, რომ დაგაჯარიმოს 500 ლარით და ან ჩამოგართვას იარაღი ან არა. მეორე შემთხვევაში თუ ესეთი შემთხვევა განმეორდება და წაგასწრებენ ჯარიმა შეადგენს 1000 ლარს და ჩამოგართვენ როგორც იარაღს, ასევე საბრძოლო მასალას, ხოლო მესამე შემთხვევა თუ გამეორდა და კვლავ დაგიჭირეს ამ მსგავს შემთხვევით, მოხდება ის, რომ იარაღსაც წაგართმევენ, საბრძოლო მასალას წაგართმევენ და იარაღის ქონის უფლებასაც შეგიზღუდავენ 4 წლამდე ვადით. რაც იმას ნიშნავს, რომ დღესდღეობით საქართველოში ლეგიტიმურად იარაღის სროლა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ დახურულ ტირში, იმიტომ რომ ღია ტირი ამ ეტაპზე მეგონი არ გვაქვს. რამდენიმე ადგილი ვინც ვიცით და სადაც გავდივარ და ვისურვით, ისინი ლიცენზირებული ღია სასროლითები არ არის, სამწუხაროა და ეგრეა. შეგვიძლია მხოლოდ ნადირობის სეზონზე ოფიციალური ლიცენზიის საფუძველზე ისროლოთ, ან წაბრძანდეთ და მიხვიდეთ
ოფიციალურ სანადირო მეურნეობაში. ანუ ამ სამი მოცემულობის მიღმა ყველა ის ადამიანი, რომელიც იარაღით ისვრით, ხართ კანონის დამღვრევები. და როგორც აღნიშნე, გარკვეული სასჯელი არსებობს 500, 1000 და 3000 ლარის სახის, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩამოთმევის შესაძლებლობით. ჩვენი ინიციატივა ამ ნაწილში, როდესაც ამ ინიციატივაზე ვმუშაობდით, ჩვენი мотивация იყო, რომ კანონში შესულიყო ისეთი ცვლილება, რომელიც საშუალებას მისცემდა ადამიანებს, ვისაც იარაღი გვაქვს, მის საცხოვრებელთან ყველაზე უსაფრთხო გარემოში გასვლისა და ვარჯიშის შესაძლებლობა მისცემოდა, თუმცა ამავდროულად არ მომხდარიყო საზოგადოების შეწუხება ან რაიმე სახით საზოგადოების უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენება. ამიტომ ასე ვთქვათ, მოვიფიქრეთ ესეთი კონკრეტული ტერმინი, რასაც ქვია რეკრეაციული სროლა და ამ ტერმინის ფარგლებში ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დააკმაყოფილებს სამ ძირითად კრიტერიუმს, საშუალება ეძლება გავიდეს და ივარჯიშოს ბუნებაში. და რა არის სამი კრიტერიუმი? იმისთვის, რომ თქვენ გასვლას და ბუნებაში ცივილიზაციიდან მოშორებულ ადგილზე იარაღით ვარჯიშს ან მიზანში სროლა იყოს გავიდეს რეკრეაციული სროლის ფარგლებში, აუცილებელია დააკმაყოფილოთ სამი კრიტერიუმი. აუცილებელია, რომ გქონდეს ტყვის შემაჩერებელი ბარიერი. ანუ აუცილებლად უნდა უზრუნველყოთ ტყვის შეჩერება. ეს შეიძლება იყოს ბუნებრივი ბარიერი, ეს შეიძლება იყოს ხელოვნური ბარიერი, მაგრამ სროლელი ვალდებულია უზრუნველყოს ტყვის შეჩერება. მეორე, სროლის პოზიციიდან სამიზნემდე უნდა იყოს დაუბრკოლებელი ხედვა. რაც ნიშნავს, რომ საცეცხლე წერტილიდან სამიზნე წერტილამდე შუალედში არ უნდა იყოს რაიმე დაბრკოლება, რომელსაც შეიძლება რამე მოეფაროს, მათ შორის ცხოველი, მათ შორის ადამიანი, მათ შორის ბუჩქი, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს რაიმე ცოცხალ არსებაზე ხილვადობა. მათ შორის იგულისხმება, რომ რაც არ უნდა ასეთი გარემო იყოს, მაგრამ იყოს უამინდობა, რომელიც ამცირებს მხედველობას, დაბალი ხილვადობის პირობებში ეს კრიტერიუმი ვერ დაკმაყოფილდება. ნიშნავს, რომ თქვენ, ასე ვთქვათ, ნისლი თუ არის ან ისე ვთქვათ, ინტენსიური წვიმა თქვენ ამ გარემოში, ასეთ გარემოში სროლის კვლევა არ გექნებათ. და მესამე, აუცილებელია, რომ შეუძლებელი იყოს საცეცხლე ზოლში ყისიერი მოხვედრა. რაც ნიშნავს, რომ სამიზნიდან კონკრეტული მარცხნივ და მარჯვნივ უნდა იყოს გონივრული მანძილი იმისთვის, რომ რაიმე ცოცხალი არსება თუ გამოჩნდება, სანამ ეს ობიექტი მოხვდება საცეცხლე ზოლში, მსრობელმა შეძლოს მისი შემჩნევა და შეწყვიტოს რეკრეაციული სროლა. ანუ ამ ინიციატივის შემთხვევაში ადამიანი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ სამ მოცემულობას, ანუ უზრუნველყოს ტყვის გაჩერებას, თავიდან ბოლომდე ხედავს საცეცხლე ზოლს და შეუძლებელია ამ საცეცხლე ზოლში მოხვედრა მყისიერად, ანუ ამ სამ კრიტერიუმის დაცვის შემთხვევაში შეუძლია გავიდეს ბუნებაში და ისროლოს. რას გვაძლევს ეს? გარდა იმისა, რომ ადამიანები ყველაზე მთავარი ეს არის, რომ ადამიანები შეძლებენ გაიარონ საცეცხლე მომზადება, გაიუმჯობესებენ უსაფრთხოების უნარებს, იმიტომ რომ იარაღი როცა გჭირდება, მაშინ ფიქრისთვის და შესახსენებლად და ისე ვთქვათ, დრო არ აქვს იმისთვის, რომ თქვა დაფიქრდე და გააკეთე. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ის უნარები, რაც იარაღის უსაფრთხოდ მოხმარებისთვის, ეს იყოს ადამიანის ინსტინქტის ნაწილი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ხშირად შეძლოს ადამიანმა ვარჯიში. ამიტომ ადამიანები გარდა ამისა შეძლებენ, რომ შედარებით იაფად წავიდნენ და ივარჯიშონ და ხელმისაწვდომი გახდება ეს ყველაფერი არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოს ტერიტორიაზე. რადგანაც საქართველოში ბუნებრივი ბარიერები, რომელიც შეაჩერებს ტყვიას და
გარემო სადაც შეგიძლია დააკმაყოფილო ეს კრიტერიუმი საკმაოდ ბევრი გვაქვს. ჩვენი მიზანი არის, რომ ამ მოცემულობაში ადამიანები რაც შეიძლება ხშირად გავიდნენ, უსაფრთხოდ ივარჯიშონ, გაზარდონ უნარები და უსაფრთხოების ცოდნის დონე, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული და უბრალოდ უკეთესად შედეგად უკეთესად დაიცვან საკუთარი თავი. ისე რომ მინიმალური ზიანით თუნდაც შეაჩერონ თავდამსხმელი და აუცილებელი არ გახდეს ვინმე სიცოცხლის მოსპობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ იარაღის პასუხისმგებლიან მფლობელობას, ყოველთვის მოუწოდებთ, რომ ყველამ იყოს მზად თავდაცვისთვის და თავდაცვა არ ნიშნავს, რომ სხვის სიცოცხლე უნდა მოსპო. თავდაცვისთვის აუცილებელია, რომ გავანეიტრალოთ საფრთხე მინიმალური ზიანის მეშვეობით. ან თუ საერთოდ დაუზიანებლად ხომ თად უკეთესი. დიმა რაღაც დამატება გსურდა. ეს რეკრეაციულ სროლას რაც შეეხება ძალიან კარგია ეს საკითხი რომ წამოიჭრა და ეხაც რო გახმოვანე არის ესეთი მომენტი იარაღი მიუხედავად იმისა რომ ადამიანს ჩვენ ვისაუბროთ უნდა კონდეს დაარების უფლებას და ყველაფერი იარაღი ისეთ სპეციფიკური ნივთია რომელსაც მუდმივად ჭირდება ვარჯიში მასთან მოპყრობის შეჩვევა უნდა ნებისმიერ ხო ბევრი არ არიან მაგრამ რა ვიცი თუ გვიყურებენ ალბათ დამიდასტურებენ ინსტრუქტორები ვისაც პრაქტიკული შეხება ქონია ან მაგალითად ან ყოფილი პოლიციელები და უფრო სპეციალური დანიშნულების დანაყოფების მებრძოლები რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ასეულობით ვაზნას ისვრიან და რისთვის ეს იმისთვის კი არ არის რომ ისინი ერთობიან რაღაც იარაღს უნდა შეჩვევა იარაღს უნდა ფლობა თავისუფალი იმიტომ რომ იმას თავის წონა აქვს თავის ხმა აქვს თავის ყველაფერი და სტრესი აქვს გარკვეული თავიდან როდესაც არ ხარ შეჩვეული ამას ამიტომაც უსაფრთხოების თვალსაზრისით იარაღიდან უნდა კონდეს გაკეთებული ძალიან ბევრი გასროლა იმისთვის რომ იყო შეჩვეული და საჭიროების მომენტში სწორად გამოიყენო მინიმალური ზიანი. ამიტომაც ამ ხრივად შეზღუდულები ვართ აი ამ რაღაც უაზრო რეგულაციებით, მაშინ როდესაც აქაც ესეთი ნონსენსი გვაქვს, რომ მონადირეს იგივე წესასრული იარაღით ჩვეულებრივად შეუძლია წავიდეს ტყეში და ესროლოს იხვის. მაშინ როდესაც სხვა ადამიანს არ შეუძლია წავიდეს იგივე ტყეში და ესროლოს ბოთლს. ესე იგი ბოთლი უფრო ან არ ვიცი სპეციალური სამიზნე პლასმასის, ესე იგი იხვი ცოცხალი არსება არ არის ღირებული და შეუჩვეულებრივად და ეს რაღაც ბოთლს რო ვესროლო, მაგაში შეზღუდული ვარ. რატო? არავინ არ იცის. არავინ არ იცის, არც უფიქრი ალბათ ამაზე არავის და ამიტომაც ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა ნელ-ნელა ჩვენი დრო იწურება, ამიტომაც მინდა დავჩენინებართვით, მოკლე ესეთი შეჯამებასავით, ვინც აქამდე გვიყურა, დიდი მადლობა, რა თქმა უნდა. ანუ ჩვენი ასოციაცია, იარაღის მფლობელთა ასოციაცია, რას ემხრობა და რა პოზიცია გვაქვს იარაღთან დაკავშირებით. პირველი, რა უნდა შევცვალოთ? უნდა დავუშვათ შენახვის უფლებით არსებული წესასრული იარაღის თავისუფალი გადატანა. შენახვის უფლებით აქვს ადამიანს, შეიძლება ტარების უფლება არ აქვს და არც ჭირდება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში უნდა კონდეს, უნდა მოკიდოს ხელი თავის იარაღს და წავიდეს ან ტირში, სასროლელში, ან უსაფრთხო გარემოში და ისროლოს რამდენიც უნდა. თავის საკუთარი თანხებით, თავის საკუთარი ფულით ნაყიდი იარაღი, საკუთარი ფულით ნაყიდი ვაზნები, რამდენიც უნდა, იმდენი უნდა ისროლოს, თავარი არავინ არ შეაწყვეტოს. ეს ერთი. ვისაც აქვს სურვილი და პასუხობს გარკვეულ კრიტერიუმებს, უნდა კონდეს იმის უფლება, რომ მოიპოვოს ლიცენზია და ატაროს ეს მოკლე ამ პისტოლეტზეა საუბარი, ატაროს პისტოლეტი. ღია თუ ფარულად არ აქვს მაგას მნიშვნელობა, ჩვენი პოზიციაა რომ უნდა გაიაროს სპეციალური მომზადების კურსი, ჩააბაროს გამოცდა, რა თქმა უნდა, ჯანმრთელი უნდა იყოს და ასე შემდეგ ამაზე აღარ შევჩერდებით და ამის შემდეგ მოიპოვოს მოკლე ლულიანი იარაღის თავისუფლად ტარების უფლება ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ უნდა იყოს. ნებისმიერ ადგილზე, ისე როგორც მანქანის ტარების უფლება. ეს მეორე საკითხი, რასაც ჩვენ ვემხრობთ და რაზეც მუშაობთ და მესამე, ეს არის ვარჯიშის შესაძლებლობა რეკრეაციული სროლა უსაფრთხო გარემოში, რომ ადამიანებს მივცეთ თავისუფალი საშუალება
რომ თუნდაც გართობის მიზნით, ვარჯიშის მიზნით, ყველაფერს თავი დავანებოთ სტრესის მოხსნის მშვენიერი საშუალება არის მიზანშეცროლა და ამაშიც არ უნდა ვსხულდავდეთ ადამიანს. მით უმეტეს მთაგორიანი ქვეყანა ვართ. ანუ კლდე და მთა და რა ვიცი, გორაკი და ბორცვი იმდენია, რომ ვინ დათვლის. ამიტომაც არანაირი პრობლემა არ არის. არც მოწყობა უნდა, არაფერი არ უნდა იყოს მოშორე რაღაც გონიო მანძილს უნდა მოშორდე დასახლებულ პუნქტიდან, არავის რო არ მოხდეს, არავინ ხმაურით არ შეაწყო ისროლე რამდენიც გინდა. თუ ნადირობა შეიძლება, რატო არ შეიძლება სროლა, ეს არის ჩვენი მთავარი კითხვა ამასთან მიმართებაში. ჩვენიერი ერთი რასაც დავამატებდი, ამ შემთხვევაში ზოგადად ჩვენ კიდევ ერთხელ გავუმეორდები, რომ იარაღის მფლობელთა ასოციაცია ხარს უჭერთ იარაღის პასუხისმგებლიან მფლობელობას, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა იყოს მომზადებული, პასუხისმგებლიანი და უნარიანი, რომ დანიშნულებისამებრ უსაფრთხოს განკარგოს და გამოიყენოს იარაღი, ხოლო თუ დაუდგა თავდაცვის საჭიროება, ეფექტურად შეძლოს თავის დაცვა და მინიმალური ზიანთან ზიანის გარეშე შეძლოს საკუთარი და გარშემოყოფების დაცვა დამნაშავისგან. ხოლო რაც შეეხება ჩვენ შემდგომ ვიდეოებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში გავაკეთოთ ერთი სახალისო ვიდეო, სადაც ვისაუბრებთ იმ გავრცელებულ მითებზე, რომელიც უკავშირდება იარაღს და იმ შიშებს, რომლებიც საზოგადოების ნაწილს აწუხებს და თუ შეგიძლია რომ გაგვიზიაროთ ის მითები, რომლებიც იარაღს უკავშირდება და კიდევ ერთხელ დავსხდებით და განვიხილავთ თითო ამით და შევეძლებთ რომ მარტივად გავაქარწყლოთ და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რატო არ უნდა გეშინოდეს დღეს მხოლოდ ერთი ასეთი მითი ვახსენეთ, რომელიც გულისხმობს რომ საქართველოს რო იარაღი მისცე ერთმანეთს დავხოცავთ საბედნიეროდ აგერ 1000 წლების განმავლობაში იარაღი ქონდა და ერთმანეთი არ დაგვიხოცავს, რაც მიუთითებს იმას, რომ იარაღის ქონის და გამოყენების კულტურა ძალიან დიდი გვაქვს. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ, თავარია იარაღი მოხდეს პასუხისმგებლიანი და უნარიანი ადამიანის ხელში, რომელიც იქნება თქვენი დამცველი და არა დამნაშავე. ყველა დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდგომ ვიდეოებში, თუ სურთ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ როგორც Facebook ჯგუფში, ასევე გახდეთ ორგანიზაციის წევრი და თქვენ ჩაერთოთ და მიიღოთ მონაწილეობა, რათა გავაუმჯობესოთ იარაღით დაინტერესებული საზოგადოების მდგომარეობა და ზოგადად როგორც საკანონმდებლო ნაწილზე, ასევე საზოგადოების დამოკიდებულება ამ თემისადმი. ყველას დიდი მადლობა და დროებით. კი ბატონო დავით, დიდი მადლობა, საინტერესო იყო, მე ვფიქრობ და YouTube-ისთვის ჩვეულებრივი ამბავია, მე მინდა ვთხოვო ჩვენს მაყურებლებს, თუ არ შეწუხდებით, აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენ ვეცდებით, რომ საინტერესო კონტენტი მოგაწოდოთ, ჩავწეროთ ნელ-ნელა და დაიხოცება ჩვენი ტექნიკური მხარე და ყველაფერი. ამიტომაც იმისათვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ამ ვიდეოს ნახვა და ჩვენი პოზიციის გაგება, გააზიარეთ, გადაუგზავნეთ თქვენს მეგობრებს და რაც უფრო მეტნი ვიქნებით, თანამოაზრეები მით უკეთესი იქნება და გამოვა ჩვენი საკუთარი საქმე. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე წარმატებას და მშვიდობას გისურვებთ.